გამარჯობა მეგობრებო, როგორ ხართ? დღეს მე მინდა გაგიზიაროთ ჩემი რაღაც სიახლეები, რომელსაც ძალიან დიდი ხანი ვფიქრობდი გამეკეთებინა თუ არა და გადავწყვიტე რომ გამეკეთებინა. ვინც მე მიცნობთ, დიდი ხანია ვინც მე მიცნობს, მათ კი გეცოდინებათ რომ მე ოდითგანვე ანალოგით მოვდივარ, ანუ ანალოგის სათვალით დავფრინავდი სულ და ნუ მე DJI რო გამოვიდა და რაღაცა გაციფრულდა სამყარო, მეც გადავედი DJI-ზე. მქონდა პირველი თაობის DJI-ის იუნიტები, მქონდა ისიც რა ქვია Vista, Cadix Vista იყო ესეთი, ეხაც კი არსებობს, უბრალოდ ეხა არ უშვებენ და მე გადავედი რა თქმა უნდა O3-ს. Cadix Vista-ზე დაყოვნება იყო სადღაც 21 მილიწამიდან 28 მილიწამამდე, 30-მდე, ყოველ შემთხვევაში ეგეთი ინფორმაცია გქონდა, მაგრამ ნორმალური დაყოვნება იყო და არ მიქმნიდა ეგ არანაირ პრობლემას. მაგრამ მე O3 რო გამოვიდა ყველანი დავხამდით და გადავედით ამ რაღაცა ლამას გამოსახულებაზე, მაგრამ იქ O3-ზე უკვე 40 მილიწამიდან ზოგან ხანდახან 80 მილიწამამდე გამოგვდიოდა. სალამი, როგორ ხართ? ასეთ კარგ ამინჩი როგორ უნდა ვიყო? იდეალურად. ხო და გადავწყვიტე რომ უბრალოდ დამიბრუნებინა ანალოგი, მაგრამ მარტო ანალოგის დაბრუნება არ მინდოდა, ანუ DJI-ს ჩაუბრალოდ ტოვებ, ხელს ავკიდებ, იმიტომ რომ ეგ იქნება ჩემთვის ძირითადი სამუშაო იარაღი, რომელთაც მე გადაღებებზე ვივლი ხოლმე და ეს ახალი სათვალე, რომელიც მე ხახანს შევიძინე, უკვე რამოდენიმე დღეა მით დავფრინავ, მინდა რომ გაჩვენოთ. ეს არის იგივე HD0. ეს ხო და დღეს მე მინდა გაჩვენოთ ამით ფრენის ვიდეო. ხო და სანამ მე ამასობაში ამ იმაზე რა ქვია, სათვალეზე ვსაუბრობდი, ამან მოიტანა ჩანთა. ვახო. გეღირსა ჩანთა? გეღირსა, გახეული ცელოფით აღარ მივли. ცელოფით დადიოდა და რა ცელოფით დადიხარ მეთქი, ამ ხელა FPV კაცი თქო და აი ხედავ, რეზაკი არა გვაქვს. რეზაკი არა. არც მინდა. იმიტომ რომ ამაყებია. კი ბატონო, გასაღებელისთვის არის. მეც გასაღებით ვხევ ხოლმე. გააშიშვლე. ეგ ის თაროებია, თაროები. ეგ ელემენტის ესაა, кейსი. ელემენტების ჩასლაგებელი. ლიპო. ეს გამოიყენოთ მაგიდა. აბა მაგიდა. აბა გაშალე გვანახე. ეს ყველა მიცით მე მგონი რაც არის. iFlight-ის ჩანთა. რამდენი ხანი ელოდე? მალე ჩამოვიდა. რა ცოტა ხანი, რამდენი ხანია მე ველოდები. რა ლამაზია, ბიჭო. ესეთი მძიმე. ხო, ნუ მე მგონი 2 თუ 3 კილო ისაც არის. ხო. მე მქონდა ეს ჩანთა ვიცი როგორი კარგი. ურა, ეს მომწონს ამისი რა. ეს არის ძალიან. თორე მარტივად იწმინდება, იცი? აი და გარი დასრული იყო და უცებ სველი საფეთკი. არაფერი არ უნდა. ტილო და რამე კი არა. სველი საფეთკი აი გადაუსვი და თაროები შენ თვითონ დააშენო შენი გემოვნების და მიხედვით რა. ყველგან ეგრე არის ესე. 4 წებზეა და მიაწებებ რა, რომ როგორი თაროც გინდა, რამხელა ნივთებიც გაქვს იმის მიხედვით. ნახევა მაგარი. ეს რაღაცა უცნაური. არა, ეგრე არის. უყურებ აწევდა всё. რა, всё. ეგ ახალი როა მაგის დასტურია რა, რომ ჯერ არავის ჩაორჩა უკრია ხელი. არაფერი. შვიდობაში ძმაო, შვიდობაში ძალიან მაგარია. ძალიან მაგარია. აქ რავი, პროპელერები რაღაცეები. სიახლეების ისა გვაქვს დღე. მეც ახალი ისა მაქვს. სათვალე. აუ მანახე. ვიფრინე. ამაზე კიდე ერთება რაღაცა რომ გაანათლა. ის ცალკე ის იყიდება, რა ქვია, პატარა მოდულივით არის ლიპო უნდა შეაერთო, ხო და მაგითია. კაი, ჩანთა კაი იყო, მაგრამ მე ხა სათვალეზე ვლაპარაკობდი. ხო და მეგობრებო, მინდა რომ გაგიზიაროთ ეს უბრალოდ. არ ნიშნავს იმას, რომ მე DJI-ს თავს ვანებებ, ვერ დავანებებ თავს, იმიტომ რომ DJI არის ჩემი ძირითადი სამუშაო იარაღი და HD0 მოკლედ ესეთი unit-ი აქვს. ეს არის V2, 90 FPS-ი აქვს ამ კამერას. გაშლის კუთხე აქვს 160 გრადუსი და ჩემთვის ცოტა უჩვეულოა 160 გრადუსი, რაღაც ძალიან ფართოდ მეჩვენება და ცოტა მიუჩვეველია გამოვი, მაგრამ მიუჩვევ. სამაგერო დრონის წონა
რახან ძველ კლასიკურ ფრეიმზეა ვაწყე, რა ქვია, Apex ფრეიმზე, სადღაც 30 გრამით ნაკლები თუ 40 გრამით ნაკლები მოუწია ამ ჩარჩოს ხარჯზე. ჩარჩოს ხარჯზე 30 გრამით ნაკლები მოუწია და იმ unit-ით აიმებით უფრო ესეთი გამოვიდა. წონით ეხა ეს ამ ელემენტით იწონის 700 გრამს და ტატუც ელემენტით აი ამ ელემენტით თუ ვიფრენ იწონის 670 გრამს თუ 71 გრამს ზუსტად რა. ნუ აქ უბრალოდ 1200 მახია და ცოტა ჩატე ელემენტია. მაგრამ ნუ ეს დოკ.com-ით გამოდის რაღაც 700 გრამი რა და სავსებით ისეთი ისაა, რა ქვია, მისაღები წონა არის. როდესაც მე Apex-ზე იმაზე O3-ზე 740 გრამით დავფრინავდი და რაღაც 40 გრამით უფრო ნაკლები წონა მაქვს და ეგ მაგას თავისებური პლუსი აქვს რა, ოდნავ ნაკლები წონა აქვს. წამოდი ხო ვიფრინავ და ნახოთ როგორ გამოგვივიდა.
აუ ძალიან კმაყოფილი ვარ რა. აი ესეთ კმაყოფილი, აი პირველად როცა დავიწყე მაშინ ანალოგით, მაშინ ვიყავი ესეთ ბედნიერი და ეხლა ვარ ესეთ ბედნიერი, აი იქ დავბრუნდი, სადაც ვიყავი რა. ძალიან მაგარია. აუ ძალიან. აი real time-ში დაფრინავ რა. ანუ არ გაქვს არანაირი დაყო 0 და იმიტომ ქვია HD0. გაყონება 0-ია. და ეგ არის ჩემთვის აი აროჩე რა. ძალიან კაია. მეგობრებო, ეს იყო. დავით გაგიზიარეთ მე ჩემი სიახლე, შეგიძლიათ მომილოცოთ. კიდე ერთი კარგი სათვალე შეემატა ოჯახში, რომელიც მე დიდი ხანია მინდოდა და როგორც იქნება მაქვს. ეს იქნება ჩემი ძირითადი სათვალე, ხოლმე რითიც მე ვიფრენ. თავის პლუსი ამას ის აქვს, რომ DVR-ის ვიდეოს დადებასაც შევძლებ ხოლმე, და HD-ზე, DJI-ზე სინქრონიზაცია აღარ გამოდიოდა, რადგან latency იმდენად დიდი იყო, რომ ვიდეოს რო თავში დაასინქრონებდი, ვიდეოს შუაში წუთის და წუთნახევრის მერე უკვე აცდენა იყო ხოლმე ვიდეოზე და დაკათვა და მოწევა გიწევდა და მაგარი წვალება და მაგის ნერვები არასდროს არ მქონდა, რომ DJI-ზე DVR-ის ვიდეოს დამედო ხოლმე, მაგრამ ამ შემთხვევაში აქ უკვე latency 0-ია, თითქმის 0-ია. ანუ 3 მილიწამია და ნუ მოკლედ თითქმის არაფერი არის. მოკლედ ამის დასინქრონება არ იქნება პრობლემა, არანაირი ერთმანეთზე დააждდება და დაიდება ხოლმე ესეთ ვიდეოები, როგორც სულ ადრე მედო ხოლმე ძალიან დიდი ხნის წინ და ბედნიერი ვარ. მადლობა. წარმატებებს გისურვებთ, კარგად იყავით. უკრაშო ფრენები რაც თავარია.